მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგანს უღმესი მადლობა იმის, რომ გამოწერეთ გაქვთ ჩემი არხი, იმის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მისცემთ გაგეცნობით, მე ვარ კატო. და მოდით დღეს ესეთი ძალიან საინტერესო ორაკული არის და ვნახოთ რა არის ის რაღაცა თქვენში ის ენერგიები, რა შემოვა, რა წავა, ხო? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ყველაზე საინტერესო იქნება, ხო? რა არის ის, რასაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, ხო? რასაც უნდა ვიმუშაოთ, თუნდაც საკუთარ თავთან. ნახოთ. რა არის ის, რაზეც უნდა ვიმუშაოთ, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, ხო? მოდით ორი ვარიანტი იყოს, პირველი ვარიანტი, და მეორე ვარიანტი, მე აქ დავდებ არ ჩანს, სამწუხაროდ პირველი ან მეორე ვარიანტი, ესე ვთქვათ. და ვნახოთ, პირველი ვარიანტი, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. უნდა მიაქციოთ ყურადღება იმას, რომ თქვენ გელოდებათ, დავიწყოთ იქედან, ძალიან კარგი ახალი ეტაპი, რომელსაც ქვია სიმდიდრე და მოგზაურობა, რომელსაც ქვია ახალი გზები თქვენი ცხოვრების, ხო? რომელსაც ქვია მატერიალური კეთილდღეობა. მოდით ახლა ესე განმარტოთ, ხო? მოგზაურობა და სიმდიდრე. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? პირველ რიგში აუცილებლად უნდა მივაქციოთ იმას ყურადღება, თუ როგორ და რანაირად ვაკეთებთ ჩვენი ფინანსური და მატერიალური შემოსავლების განაწილებას, გადალაგებას, ხო? ანუ თქვენ უნდა დაიწყოთ თქვენი მატერიალური დოვლათის შექმნა, ხო? ესე რომ ვთქვათ, ძალიან ისეთი მომენტი არის, როდესაც ხელფასი იღებთ 10% ყოველთვის უნდა გადადოთ, ხო? იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე იყოს გარანტირებული. ნუ ახლა ცოტა რთულია ამ სიტუაციაში არც ესეთი ხელფასები გვაქვს, ხო? ვთქვათ, მაგრამ მაინც უნდა შეძლოთ რაღაცის თავის განახეთ, საკუთარ თავთან მიმართებაში თუნდაც დახარჯვა რაღაცა, თქვა ძალიან გინდათ, ხო? აუცილებლად უნდა იყიდოთ ის რაღაცა. ნახეთ, არის ძალიან ხშირია ხოლმე, როდესაც ადამიანები უბრალოდ შედიან მაღაზიაში და რაღაცებს ყიდულობენ, არა იმიტომ, რომ რაღაცა უნდათ, ხო? და აი ის რაღაც ძვირი ღირს, მინდა, მაგრამ ძვირია. არამედ აი მოდი ბიუჯეტურად ჩავედით. არა, არის მომენტები, როდესაც ამ ბიუჯეტურად ჩატევას სამყაროს ეუბნებით, რომ თქვენ აი ეს რაღაცა მცირედი და მწირედ ყოფნით. ამიტომ ხანდახან მაინც მიეცით თავს იმის უფლება, რომ თქვენთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, რაღაცა ძალიან რო გულით რომ მოგინდებათ, ის იყიდოთ, ხო? ის გაუკეთოთ ის საჩუქარი თქვენს თავს. ნახეთ, იმისთვის რომ ახლა იქნება იმ მომენტში მომინდა და მე აღარ მომინდა. შეგიძლიათ რაღაცა მოგეწონოთ, იმ მომენტში არ იყიდოთ. მეორე დღეს თუ თქვენ კვლავ გენდომებათ ეს რაღაცა, ნივთი იქნება, კაბა იქნება, ფეხსაცმელი იქნება, თუ რაც იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, აუცილებლად იყიდეთ. იმიტომ რომ ამეთი თქვენ სამყაროს ეუბნებით, რომ თქვენ იმსახურებთ, თქვენ ხართ ღირსი იმის, რომ მატერიალური კეთილდღეობა შემოვიდეს, ხო? მატერიალური დოვლათი შეგექმნათ. და იმოგზაურეთ, ხა შესაძლებელია რომ არ იყოს იმის საშუალება, რომ ვიმოგზაუროთ რაღაცა საზღვარგარეთ წავიდეთ, მაგრამ ნახეთ, თუნდაც ბუნებაში გასვლა, ბუნებასთან კომუნიკაცია, ხეებთან ჩახუტება, საუბარი, ესე რომ ვთქვათ, ხო, ბუნების ძალა, თქვენ მოგცემთ იმ ძალას, რომ ახალ ენერგიებში გადახვიდეთ. აი იმ წარმატების და ბედნიერების ენერგიებში გადახვიდეთ, ასე რომ თავს მიეცით ცოტა უფრო მეტი საშუალება და მეტის უფლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ყველანაირად. კიდე რა შემოდის, აბათ? უბრალოდ რას უნდა მიაქციოთ, კიდე ყურადღება, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება კიდე წყლის სტიქიას. ნახეთ, ხშირად შეგიძლიათ რომ წყალთან ბუნებაში თუ გახოთ, სადმე ისეთ ადგილას გახვიდეთ, სადაც წყალია, სადაც შეძლებთ ამ წყალთან საუბარს, ხო? თუნდაც ბანაობის დროს უნდა გამოიყენოთ ეს მომენტი და დაბანის დროს აი წყლის სტიქიას მიმართოთ, რომ აი ჩამოგხსნათ ის რაღაცა ნეგატივები, ის რაღაცა პრობლემები, ის რაღაცა ემოციები, რომელიც არ გსიამოვნებთ, ხო? გაგასუფთავოთ, ხო? რაღაცა წყალს მიმართოთ, რომ აი წაიღოს ყველა ნეგატივი, ყველა უფინანსობა და დაგიტოვოთ თქვენი კეთილდღეობა, ხო? მეტი სიყვარული.
მეტი სიყვარული და მეტი ემოციებით, საკუთარ თავთან პირველ რიგში, ხო? სიყვარული საკუთარი თავის პირველ რიგში. და ზუსტად აი ფინანსურ თემაშიც ზუსტად ეგ არის, საკუთარ თავზე უნდა იზრუნოთ პირველ რიგში. კი, მე მესმის, რომ შვილები ყავს, ვიღაცას ოჯახი აქვს, ძალიან ბევრი პრობლემებია, კრედიტებია და ასე შემდეგ, მაგრამ ნახეთ ამ ყველაფერს, თუ გინდათ რომ უფრო მალე გაართვათ თავი, აუცილებლად ისწავლეთ საკუთარი თავის გახარება, გაბედნიერება, ხო? და შესაბამისად წყალთანაც აი ხშირად თხოვეთ წყლის სტიქიას, რომ მოგიტანოთ სიმშვიდე, კეთილდღეობა. მაინდამაინც ესე კი არა, რომ აი მე მინდა ფული და წყალმა მომიტანოს ფული, არა. მან მოგცეთ ის რესურსი, რომ თქვენი იმუშაოთ. მან მოგცეთ ის რესურსი, რითაც თქვენი შრომა დაფასდება, ხო? და რა თქმა უნდა, თქვენს კეთილდღის ყოფილ ადამიანებთან მეტი ემოციები, მეტი სიყვარული, მეტი ზრუნვა, ხო? არის სამწუხაროდ ისე, რომ გადართულები ვართ ყველანი მატერიალურ ცხოვრებაზე და გვავიწყდება ის ადამიანები, რომლებიც ჩვენით სუნთქავენ, ხო? მათი ყოველდღიურობაში მოფერება, ჩახუტება, ესეთები მშობლები არიან მაგალითად, ხო? არიან ხოლმე, რომ გადაღლილი დაქანცულების სახში მივდივართ, ხო? მშობელს კი თქვა ძალიან ისე დაველაპარაკებით, მაგრამ გვავიწყდება, რომ უფრო მეტი სიყვარული და მეტი ემოცია მივცეთ, ხვდებით, აი მეტი ჩახუტება მივცეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის თქვენთვის. ეს არის ძალიან როგორ ვთქვა, იცით, თქვენი აი ამ ჩახუტებით მარტო მშობლებზე არ აქვს, შვილებიც არის, ხო? არის ხოლმე, რომ აი გადართული ვართ, აი ეს გქონდეს ჩვენ შვილს და აი ეს დრო, რომელიც ჩვენთან ერთად უნდა გაატაროს, ეს გვავიწყდება. ამიტომ როგორი მომეკეთეთ, აი ამას მიაქციეთ ყურადღება, თქვენ აუცილებლად, იმიტომ რომ ეს არის თქვენთვის საჭირო, იმიტომ რომ თქვენი ენერგიები გაიხსნას, თქვენი ენერგიები შემოვიდეს კეთილდღეობა და წარმატება, ესე რომ ვთქვათ, ხო? აი ამას მიაქციეთ ყურადღება პირველმა ვარიანტმა და მეორე ვარიანტი. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება? აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება თქვენს კომპლექსებს. ნახეთ, ყველა ადამიანს აქვს რაღაცა პატარ-პატარა კომპლექსები და მე ესე ვიტყოდი, მეორე ვარიანტმა მიაქციეთ ყურადღება, შეიძლება რაღაცა ხშირად იხედებით სარკეში და ამბობთ, რომ მე რაღაცა ძალიან გავსუქდი, ან რაღაცა ისე აღარ მომწონს ჩემი სახე, იმიტომ რომ ახლა ვთქვათ, აქ რაღაცა თვალთან ნაოჭი გამიჩნდა, ან რაღაც ისეთი მომენტები. არა, მეგობრებო, თქვენს თავს, ეტყვით ნეგატიურს, რაფერს ხვდებით, ყოველთვის მოიწონეთ საკუთარი თავი, ყოველთვის უთხარით, რომ ლამაზია, ყოველთვის უთხარით, რომ კარგია, ყოველთვის შეაქეთ საკუთარი თავი. ეს არის თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როდესაც თქვენ თავს პირიქით ნეგატიურად აფასებთ და ამბობთ, რომ ეს რა არის, ეს რა მჭირს, ეს როგორ არის და ასე შემდეგ, შესაბამისად იღებთ ამ ენერგიებსაც სამყაროსგან. ამიტომ რაც შევა მეტი ყურადღება მაგ კუთხით, რომ აი ძალიან კარგი ხარ, ყოჩახ, გამოგივიდა, არ გამოგივიდა, არა უშავ, შეძლებს, შენ გამოგივა. ნახეთ, საკუთარ თავს მიეცით რაღაცა მუხტი, სტიმული, თავდაჯერებულობა მიეცით საკუთარ თავს. ამას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება. აუცილებლად, ძალიან მნიშვნელოვანია ეს თქვენთვის. ძალიან აუცილებელია, რომ ამას მიაქციეთ ყურადღება. კიდე რას უნდა მიაქციოთ მეორე ვარიანტმა ყურადღება? და აუცილებლად რა არის, შეიძლება ნახეთ კიდე ერთი რა მომენტი არის, აქ იყოს ადამიანები, რომლებიც კომფორტის ზონას ვერ ვიტყვი, მაგრამ თუნდაც უკომფორტო სიტუაციაც კომფორტის ზონაა ხოლმე ბევრისთვის. ნახეთ, სადღაც სამსახურში არ ვგრძნობ თავს, მაგრამ ვინ არჩუნებ ამ სამსახურს? იმიტომ კი არ ვინ არჩუნებ, რომ რაღაც კომფორტში ვარ, არ ვარ კომფორტში, მაგრამ მეშინია თუნდაც იმ რაღაცა სტაბილურობის დარღვევის, ხო? ნახეთ, საკუთარ თავს მიეცით ის ძალა, რომ თქვენ შეგიძლიათ და თქვენ დაარღვიეთ მე კომფორტის ზონა და სამყარო თვითონ მოგიტანთ ისე, რომ შეგაძლებინებთ ყველა იმ ჩანაფიქს, რაც თქვენ გჭირდებათ, ყველა იმ ჩანაფიქს შეგასრულებინებთ. ნახეთ, თუ თქვენ თავს მისცემთ ამ რესურსს, რომ თქვენ ძალიან ლამაზიც ხართ, ხო, სამყარო გამოგიგზავნით პარტნიორს თუ პარტნიორი არ გყავთ. თუ თქვენ იტყვით, რომ თქვენ ხართ ღირსი იმის, რომ კარგი სამსახური გქონდეთ, ხო? და იმსახურებ, იმიტომ რომ მე ამას ვждებ, ჩემს რესურსს, ჩემს ენერგიას, ჩემს სწავლას, ჩემს რაღაცა ემოციას, ხო? და ვითარდები.
აუცილებლად სამყარო ამას დაგიბრუნებს და გეტყვით, რომ კი, შენ ნამდვილად ღირსი ხარ და შესაბამისად მე უკვე მარტივი არის იმ კომფორტის ზონების დარღვევა და აი ნახეთ, არის ორი ვარიანტი სიტუაციურად, როდესაც ადამიანს ტრანსფორმაცია აქვს იძულებითი ტრანსფორმაცია, იმიტომ რომ რაღაცა ხდება და რაღაცა მოხდა და შესაბამისად ახლა აი ამ მომხდარისგან უნდა გამოვიდეთ და არის ხელოვნურად შექმნილი ტრანსფორმაცია, როცა აი მე არაფერი არ მოხდა, სამსახურიც მაქვს, ისიც მაქვს, ყველაფერი მაქვს, მაგრამ არ მომწონს. ვარ ძალიან ესეთი ტოქსიკურ ურთიერთობაში, არ მომწონს. გამოვალ მე ამ ურთიერთობიდან. არ მომწონს ეს ჩემი სამსახური, იმიტომ რომ იქ რაღაცა ძალიან დათრგუნული ვარ. გამოვალ ამ საქმეში, მე თვითონ ხელოვნურად შევიქმნი ამ ტრანსფორმაციას. აი აქ ამას მიაქცევთ მეორე ვარიანტი, თქვენს რწმენას, თქვენს თავდაჯერებულობას. შესაძლებელია კიდე ის მომენტი იყოს, რომ ვიღაცას ბავშვობის ტრაუმებიც ჰქონდეს, რაღაცა ტრაუმები, რომელიც დასამუშავებლად დაამუშავეთ, შეძელით და მიაქციეთ ამას ყურადღება. ნუ წაუყუროთ იმას, რომ თქვათ არა უშავს ხო წარსულში ჩაბარდა და არა, არის რაღაცა მომენტები, როდესაც წარსულში ჩაბარდა, მაგრამ ჩვენ დღემდე მოყვება ეს, იმიტომ მოყვება, რომ ჩვენ ამას ვერ ვუშვებთ. ხო, აი თქვათ ურთიერთობას, ან ბავშვობაში ვიღაცამ რაღაცა გაგვაბრაზა, ხო, თქვათ და აი ბრაზ კიდე მოყვება ეს ბრაზი, აი გვახსენდება რაღაც მომენტში. არა, აი ეს ყველაფერი მართლა უნდა დაამუშაოთ და თქვენს თავს მეტი თავდაჯერებულობა მისცეთ და მიანიჭოთ ბედნიერება. მოკლედ აი ესეთ რაღაცებს უნდა მივაქციოთ პირველმა და მეორე ვარიანტმა ყურადღება. იმედია ცოტა დაგეხმარებათ, იმედია რაღაცებს დაგაფიქრებთ და განსაზღვრებას მოიპოვებთ და მადლობა კიდევ ერთხელ რომ გამოწერეთ ჩემი არხით დროებით.